წმინდისა მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღის აღნიშვნა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე დადგინდა მეოთხე საუკუნის დასაწყისში. ეს კრება ნიკეის მსოფლიო საეკლესიო პირველ კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. იქედან მოყოლებული ამ დღის აღნიშვნა ხდება ახალი სტილით 21 ნოემბერს. პავლე მოციქული პირველ თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში მოგვიწოდებს მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინახ მადლობდით, რამე თუ ესე არის ნება ღვთისა ქრისტეს იესოს მიერ თქვენდა მიმართ. ამიტომაც აღავლენენ ქრისტიანები ყოველდღურად ლოცვებს და შეავედრებენ თავს სხვადასხვა მთავარანგელოზებს. მაგალითად ორშაბათობით გაძლიერებული ვედრებით მიმართავენ მთავარანგელოზ მიქაელს. იგია ყოველგვარი მოწინააღმდეგე ძალების ძლეველი, იგი შეგვეწევა ყველანაირ უბედურების, წუხარებისა და ბოროტსოდვათა განხსნაში. სამშაბათს მთავარანგელოზ გაბრიელს ვევედრებით, იგი უმეტესად გვამცნობს ღვთის ნებას. ოთხშაბათს მთავარანგელოზ რაფაელს აღუვლენთ ვედრებას, იგი ადამიანს ნეულებათაგან იფარავს და გვიჩვენებს გზას მათგან გასათავისუფლებლად. ხუთშაბათობით მთავარანგელოზ ურიელს შევავედრებთ თავს, იგი გვიძლიერებს ლოცვის სურვილს. პარასკევობით მთავარანგელოზ სელაფიელს ვევედრებით გაგვიწიოს მეოხება ღვთისადმი. შაბათს მთავარანგელოზ იეგუდიელს მიმართავთ, რომელიც მოგზაურთა და გაჭირვებულთა შემწია. კვირაობით მთავარანგელოზ ვარაქიელს ვავედრებთ თავს, რომელიც გვეწევა ღვთის წყალობათა მიღებაში, იცავს ადამიანის სულიერ და ხორციელ სიწმინდეებს. ანგელოზთა თაყვანისება ღვთისგან ოდითგანვე დადგინდა, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანები, რომელთაც არ მიუწვდებოდათ ხელი სახარებისეულ ჭეშმარიტებებზე, ხშირად ერთნაირად მიაგებდნენ თაყვანს ღმერთსა და ანგელოზებს, რადგან ყველა უსხეულო არსებებს ისინი ღმერთად მიიჩნევდნენ. ასეთი დამოკიდებულება მერე ქრისტიანებშიც გავრცელდა. სწორედ ამიტომ მოიწვიეს წმინდა მამებმა მეოთხე საუკუნეში ლაოდიკიის ადგილობრივი კრება. ამ კრებაზე დაზუსტდა, რომ ანგელოზები მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმსახურებაში არიან და ადამიანთა უახლოეს შემწეებს წარმოადგენენ. მართლმადიდებლური სწავლებით ანგელოზები გონებისა და თავისუფალი ნების მქონე უსხეულო არსებები არიან. თავად სიტყვა ანგელოზი მაცლეს წარმოგზავნილს ნიშნავს. ამდენად სწორედ ეს სიტყვა მიგვანეშებს ანგელოზს და დანიშნულებებზე. იმის და მიხედვით კი თუ რამდენად ახლოს დგანან ისინი შემოქმედა, ხდება მათი დაყოფა იერარქიულად. ღმერთთან ყველაზე ახლოს სერაფიმნი, ქერუბიმნი და საღდანი დგანან. მათ შემდეგ მოჰყვებიან უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. შემდეგ მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ზოგადად კი ანგელოზ სათავეში უდგას მთავარანგელოზი მიქაელი. მას ეს ადგილი მიეკუთვნა იმ დროიდან, როცა გადმოცემის მიხედვით ყველაზე ნათელი ანგელოზი სატანიელი, რა სიტყვა სიტყვით ნათელ ანგელოზს ნიშნავს, გაამპარტავდა და ღმერთთან გატოლება მოინდომა. სწორედ მაშინ მთავარანგელოზმა მიქაელმა მიმართა ანგელოზების დას, აღემართენი და დავდგეთ კეთილად შემოქმედის წინ. მერე კი მათთან ერთად სატანიელი და მისი მომხრე ანგელოზები სასუფეველიდან გადმოაგდო. ბიბლიაში ბევრგან არიან ნახსენები ანგელოზები. ძველი აღთქმისეული ისტორიები გვიამბობენ მთავარანგელოზ მიქაელს, რომელიც ისრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლისას წინ მიუძღოდა. დღისით ღრუბლის ღამით კი ცეცხლოვანი სვეტის სახით. სწორედ მან გამოავლინა ღვთის ძალა ეგვიპტელებსა და ფარაონზე, როცა ისინი ჩააღრჩო მეწამულ ზღვაში. მთავარანგელოზმა მიქაელმა აუგზავნა ეშვაქს მოსეს განსვენებული სხეულის გამოჩენა, რათა ადამიანებს არ გაეღმერთებინათ იგი. იგი გამოეცხადა ისუნავისაც და აუწყა იერიქონის აღებაზე ღვთისნება. სამსონის მშობლებსაც მანაცნობა უჩვეულო მემკვიდრის შობაზე. მან თავისი ძალა გამოავლინა სამ ყრმაზე, ანანიას, აზარიასა და მისაილზე, რომლებიც გავარვარებულ ღუმეში შეჰყარეს კერპების თაყვანისცემაზე უარის თქმის გამო. სწორედ მან დაიხსნა ისინი სისხლისაგან. მერვე საუკუნის წმინდა მამა იოანე დამასკელი ასე ახასიათებს ანგელოზებს. მათ მინიჭებულნი აქვთ გონიერება, გააჩნიათ თავისუფალი ნება. უსხეულონი გამუდმებით ღვთისმსახურებაში არიან. მათ ბუნებრივად აქვთ მინიჭებული უკვდავება. ანგელოზები უსხეულო და არანივთიერდი ჩვენთვის არიან. ღმერთთან შედარებით კი, რომელიც თავადაა ჭეშმარიტად უსხეულო და შეუდარებელი, ისინი უხეშად და ნივთიერადაც კი გამოიყურებიან. ღმერთს ვერავინ ვერ აღწევს, ანგელოზთა აღწერა კი შესაძლებელია.
ნივთიერი ბუნება კი იმითაც მოწდება, რომ მათ ერთდროულად არ შეუძლიათ სასა და მიწაზე ყოფნა. ამდენად, როცა ისინი ზეცაში არიან, დედამიწაზე ვერ იმყოფებიან. თუმცა მათი შეზღუდვა არ შეუძლიათ არანაირ კედლებს, ვერც საკეტებითა და დალუქული შესასვლელებით შეიძლება მათი შეჩერება. სახელი მიქაელი ებრაული სიტყვა ადანიშნავს ღვთის მსგავს. ეს სახელი კი თავად გამოხატავს მთავარ ანგელოზ მიქაელის ღირსებას. როცა სატანიელი აუხედა ღმერთს და ისურვა დამოუკიდებლად არსებობა, მას წინ აღუდგა მთავარ ანგელოზი მიქაელი და მოუწოდა სხვა ანგელოზებსაც, აღებართენით გვეთკიცეთ ღვთის წინაშე. სწორედ მან თქვა ღმერთზე, არავინაა ღვთის მსგავსი. ასე გამოხატა ამ უდიდესმა მთავარ ანგელოზმა მთელი ცოდნა ღვთის შესახებ. მან ამით კი არ აღწერა, კი არ განმარტა, არამედ პირდაპირ დაამოწმა ღმერთი. დაბოლოს ცოტა რამ იმის შესახებ, თუ რა სიმბოლიკითაა დატვირთული წმინდისა მთავარ ანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხურცოთა ზეცისა ძალთა კრება და რატომ დადგიდა მისი აღნიშვნა ახალი სტილით 21, ძველი სტილით კი 8 ნოემბერს. ეს არის კრება მთავარ ანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისა, ანუ ყველა ზეციური ძალის, ყველა ანგელოზის ხსენება. რატომ არის შერჩეული სწორედ 21 ნოემბერი? ამაში ძალიან დიდი აზრი ძევს, ძალიან დიდი დაფარული მნიშვნელობა არის ამაში. საქმე ის გახლავთ, რომ ძველად ახალი წელი იწყებოდა 1 მარტს, ანუ მარტი იყო პირველი თვე ახალი წლისა, შესაბამისად ნოემბერი იყო მე-9 თვე. აი ეს მე-9 თვე სრულად შემთხვევითი არ არის, საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა დიონისე აეროპაგელის აღწერილობის თანახმად ზეცაში არის 9 დასი. 9 რიგი ანგელოზებისა. სწორედ ამის აღსანიშნავად აღებული იქნა მათ მოსახსენებლად მე-9 თვე, ანუ ნოემბრის თვე. რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ ახალი წელი იწყებოდა მარტიდან. მაშინ რას ნიშნავს 21 ნოემბერი? 21 ნოემბერი, როგორც წეღანა თქვით, ეს არის ახალი სტილით 21 ნოემბერი, ხოლო ძველი სტილით კი ეს გახლავთ 8 ნოემბერი. 8 რიცხვი, მერვე რიცხვი, ეს არის სიმბოლო, სახე მერვე დღისა. მოგეხსენებათ, რომ ყოველგვარული ციკლი ჩვენი დროის აღრიცხვისა გახლავთ 7 დღე, ანუ კვირა შედგება 7 დღისა. მაშ რომელია მერვე დღე? მერვე დღე გახლავთ ის დღე, როდესაც იქნება უფლის მეორედ მოსვლა, დიდებით მოსვლა და აი ამ მეორედ მოსვლის დროს მასთან ერთად იქნებიან ანგელოზები და ანგელოზთა გამოჩენა ქრისტესთან ერთად, მაცხოვართან ერთად იქნება ნიშანი იმისა, რომ დადგა უკვე ჟამი საყოველთაო სამჟავროსა, რომ დამთავრდა კაცობრიობის ისტორიის ეს ფურცელი და იქნება ახალი მიწა და ახალიცა. მათ ესახარება ამის შესახებ წერს შემდეგს. და როდესაც მოვა ძეკაცისა თავისი დიდებით და ყველა წმინდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. აი სწორედ ამის სიმბოლო გახლავთ 21 ნოემბერი, ანუ ეს დღე ჩვენ გარდა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებული გულმოდგინებით ვლოცულობთ და ვევედრებით წმინდა ანგელოზებს, რომ დაგვიცვან ჩვენ, დაიცვან ჩვენიერი, დაიცვან ყველა ჩვენი ახლობელი, ამის გარდა ეს არის მოგონება, ეს არის გახსენება იმ საოცარი დღისა, როდესაც უფალთან ერთად ეს ანგელოზები მოვლენ, ყველასათვის საცნაური და დასანახი იქნებიან ისინი და მეც მაქნას, რომ ამ წინვალე დღეს, ამ დიდებულ დღეს ჩვენი სულებით შეიწყალოს უფალმა და ჩვენც უფლის დიდების თანაზიარი გავხდეთ, ანუ ჩვენც დაგვაყენოს უფალმა თავის ხელმარჯვნივ სამუდამო ნეტარებაში, სამუდამო სასუფეველში.